ახლა კი გაგაცნობთ 84 წლის ექთანს, რომელიც ჭიათურის რამდენიმე სოფლის ცხოვრებლების იმედია. ნელი ბიძაძე 60 წელზე მეტია პაციენტებზე ზრუნავს და დასახმარებლად მათ სახლებშიც აკითხავს. სოფლებს შორის შიდა ტრანსპორტის არარსებობის გამო ხშირად კილომეტრების გავლა ფეხით უწევს. განსაკუთრებით რთულია ზამთრის დღეები, მაგრამ სხვების დახმარებაზე უარს არასდროს ამბობს. როგორია ნელი ბიძაძის ყოველდღიურობა? მოამბე რეგიონების გადამღებმა ჯგუფმა გაატარა მასთან ერთად ერთი დღე. ნახეთ ანუკა მასხარაშვილისა და ლაშა მამულაშვილის სიუჟეტი. ახლა მითხარ ვაშკასურად ვებო როგორ ხარ? ხარ უკეთ თუ არა? შეგიძლია გახვიდე? ცადებ ნუ იდგები ხდიხანს. შეიძლება წამოჭერ დაჯიქი ხოლმე. იმიტომ რომ თავბრუს ხვევის დროს წონასწორობა არ დაკარგოთ. ჩაიბარეთ თქვენი ნინო. არაფერს ვებო, კარგად იყავით ვებო, კარგად ჯანმრთელად. ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფლებში თუ გზად ფეხით მოსიარულე ენერგიულ და პოზიტიურ ქალს შეხვდებით, იცოდეთ რომ 84 წლის ნელი ბიძაძეა. ექთანი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად სოფლიდან სოფელში დადის და პაციენტებზე ზრუნავს. გამარჯობათ. რა გინდ ვაქცინის გადაწყვეტეთ? თქვენთვის გვაქვს კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ორშაბათს კიდე ჩამოვიდანთ. კაი გენაცვალე, ორშაბათს იყოს, კი. უკვე 65 წელია დღის დიდ ნაწილს იმ ადამიანებს უთმობს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ნელი ბიძაძე სოფლებში, საკურზე, ქვაციხე, ბიღა მცხოვრები პაციენტების იმედად იქცა. 65 წელმა რამასწავლა და ადამიანების ყველა ადამიანების მდგომარეობაში შესვლა, ყველა სხვადასხვანაირი მიდგომა უნდა შვილო. ყველას თავის გასაჭირე, უნდა გაუგო მას. თავიდან არ მიყვარდა მედიცინა, მე არ მინდოდა. მაგრამ მე ძალიან შემიყვარდა. საქმეს რო აკეთებ და რო ხედავ რომ ვიღაცას შველი, ეს რაღაცა ძალიან დიდი სასიამოვნო იყო ჩემთვის და ამიტომ მე თავს არ ვიზოგავდი. ეს ბარი ბავშვების დამკეტა ესე იყო. ჩინაცვალე დამინახავი თორე გზაში იმ ჩემი ბიღის შესახვევიდან მოვყავართ ხოლმე. ხან ფეხით მოვდივარ, როგორც შემხდება შვილო, არ აქვს მნიშვნელობა. ბევრს დავდივარ ფეხით, რაც შეიძლება. ხდება ასესო. მაგრამ მე რა ვიცი, ხალხის პატივსცესა, გზაში არავინ არ მტოვებს. ასე შეხვდა გზად ერთ-ერთ გამგველსაც, რომელმაც ექთანს ვიდეო გადაუღო. სოციალურ ქსელში ატვირთა და მას შემდეგ ნელი ბიძაძე მთელმა საქართველომ გაიცნო. ესე დადის სოფლიდან სოფელში. გზაზე მანქანებს მიყვება, რომ პაციენტთან მივიდეს. 83 წლის არის, მოპრაჭული, მოწყებილი, კეთილი და განათლებული. გამოვყევი, მე მოვდივარ ჩემი ზონდიკით, ჩემი სუნკებით, ასე მივიდივარ ბილიქზე, მოვყვები და თურმე ეს დამდგარა და მიღებს და გავიხედე მეორე დღეს მე არც მინახე, რა ჩემი მეზობელი მე ელი იცი შენ სად ახარ სეოლიოში რომ მოდიხარ. ნახე იმაში ტელეფონშიო, მანახა მე ნახე რა მოვდივარ ჩემი ზონდიკით, აკეთ ზონდიკი აკეთ. გადავწყვიტეთ ჩვენც იმ გზას გავყვეთ, რასაც ექთანი ათეულობით წელია ყოველდღიურად გადის, რომ ადამიანებამდე არა მარტო მედიკამენტი, ტკბილი სიტყვა და იმედი მიიტანოს. გზად გადაღების პროცესზე ზრუნავს და მაქსიმალურად ხელს გვიწყობს კადრის სრულფასოვანი გამოვიდეს. მანქანა ხო არ გამოვაჩა, არ ამისე გავალ თუ გინდა. ასე წავალ. და ხშირად იმერული იუმორითაც გვპასუხობს. არ გვიყვესო დაღლი? ნუ გეშე მე ვარ ყოველ შემთხვევაში წინ. ნათელა მოვდივარ. წუხილი წნევა რა ვაქონდა? ისე ვიცი ხან მაღალი ხან დაბალი. ამ წუთში წნევა აღარ ვაქვს ნათელა. რა ცივი ხელები გაქვს. არი ნერვიულო, მარტო არ ხარ ეს იცოდე. რას ქვია აღარ ხარ, არ თქვა მაგ სიტყვა. ნათელა რას ლაპარაკობ? ახალგაზრდა ქალი ხარ, ჩემ ხელში გაზდილივით ხარ. არ გადამრიო. როდესაც ჩვენი ადგილობრივი ექიმი ადრე გარდაიცვალა და მე ვიყავით ქალაქის ექიმზე დამოკიდებული, მაშინ თითქმის ჩვენი ექთანების ხელში იყო ეს ავადმყოფები ძირითადად. არ იყო გზა ზამთარში ჩვენთან ძალიან დიდი თოვლი იცის. ერთხელ ისეთი მძიმე ავადმყოფი მყავდა, გულით ავადმყოფი, რომ არ ვიცი პირდაპირ როგორ გამოვიყვანე, მეს თვითონ მიკვირს ხოლმე ახლა მდგომარეობიდან, მაგრამ ვამხნევებდი. გამოვდიოდი თითქოს ის ჭიათურიდან ექიმი მელაპარაკებოდა. ახლა ასია ექიმო, ეს მივცეთ. ზემლოში არ მელაპარაკებოდა, მე იმას ვაგონებდი. ესე ცოტა იმედს აძლევდა ავტოს მართლაც დილით მითხრა ნელი კარგათავარო. არტისტიც უნდა გახდე. რა ვქნათ ეხლა, იმიტომ რომ ასე მოითხოვს და თუ ეს არ გააკეთა, ახლა ის მე ალბათ იმ ექიმის იმედით გამოვათენებიე, ვინემ ალბათ მე გავუკეთე რამე. დიდ თოვლობის გამო უგზოობაში არაერთხელ აღმოჩნდა საფრთხეში.
ბილიკი ამცდა და ცოტა გადაუხვია, ჩავარდი თოვლში და ძირს იყო წყლიანი თოვლი. რახან ჩავარდი ამ წყლიან თოვლში, ვეღარ ამოვდივა. უკაცრიელი ადგილია. და ისე ინსტინქტურად ევიძახე, პარმენ, გამოსულა გასათოვლად. აგონია. მოვიდა ლაფარტი და ამომთოვლა. რა ალბათ, მე მგონი დღესაც იქვიქნები. წავედი მე მივედი ავატყობთან, მართლა მძიმე ავატყობი დამხვდა და იღბალი. რო წამლების მომყვა ხელში ის რაც ჭირდებოდა. ასე რომ გამოვიყვანე მდგომარეობიდან. შემდეგი მისამართი სოფელი ბიღა და იქ მცხოვრები პაციენტებია. წინ 5 კილომეტრამდე მანძილია ფეხით გასავლელი, რადგან სოფლიდან სოფელში შიდა ტრანსპორტი წლები არ მოქმედებს. შალვა, სახში ხარ, მოიცა არ დიინტრე. მოიცა. თუ ხარ რა ვაიღავე, ხორხო და წნევა აწეული, ხო? ძალიან კარგი. შენ კარგად ხედავ თავს. ასე და ეგრე იყავი შალვა, ეგ. თავისუფლად. შალვა არაფერს გზნობ ახლა. არა. მაღალია. ა? მაღალია. რამდენია? 180-ია. დილით დალიეცა. აუ, დილით არ დატოვა და შალიკო დეულევნილი წაბალი, იმიტომ რომ შენ საერთოდ წნევი. ო, მიტომ. წნევა ხანდეიცებს ხანდეიცებს. მე არაფერი მაწუხებს მუხლებს გარდა. მუხლები მაწუხებს და მის წამალი მოხანდა რამე. ყველაფერს რაც შეუძლია კი არა, ორი იმდეს აკეთებს რაც არ შეუძლია. ახალგაზრდები არ არის რომ დაიწყოს მუშაობა და რამე. გაყვეს გვერდში ემას და ისწავლოს რაც. კარგად იყავი და ხვალ გამოვივლი კიდე. ხო, კარგად. ჭიშკარი დაგედე კარგად. კი, ნუ გეშინია, დავკეტავ. ნელი ბიძაძე ამბობს, რომ ისეთ სფეროშია, სადაც სიახლეებს არ უნდა ჩამორჩე. ამიტომ პერიოდულად ტრენინგებს და ონლაინ გადამზადებას გადის. დღეს ახლა მე სადღაც მაშინ მუშაობდი და იმ მეთოდებით მკურნალობდი ავატყობებს. ახლა სადღაა ეგე. ახლა სულ სხვა მიდგომა უნდა ავატყობს. ამიტომ თუ არ ისალე მაშინ დაждდა სახში. თბილისში ვიყავი, 6 თვე ვიყავი. ხათაშორის ძალიან კარგი ტრენინგის ისინი ყავდნენ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ისეთნაირად ჩაგვინერგეს ტვინში ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ჩვენთვის, რა ვიცი, აქიდანაც მივესალმები ჩემს ვერავ-21 პოლიკლინიკას, ღმერთმა კარგად ავყვებოდა, ცოცხალი თუ ვარ, მე მგონი არც ეცოდინებათ. გამოდით თქვენ საწყლებო, მელას გადაგარჩინეთ, რომ გამწყვევ, რა ვქნაბა. მოწვეთ. სახლში საღამოს ბრუნდება და დღის ბოლოს სოფლის ყოველდღიური საქმე ელოდება. ჩემი ექიმი სახარავის ხელს მიწყობს, სტიმულს მაძლევს რაღაცაერთო იყავი და გაჩერდი, სულ ესე მეუბნება და ეს ხო იცი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. თუ არა, მე რა ვიცი, დაუთმობ ასპარეს ახალგაზრდებს. ჩვენ სოფელში სხვათა შორის შეიძლება მოიცებდეს და სხვაგან მართლა ექთანები ჭირს მე ასე მესმის. და მე მგონია ჩემი შემსრულების გამოჩნდება და ღმერთმა დღეგრძელობა მისცეთ, ვინც იქნება და აი ორი ჩემდე ხანს აღვაწონ ამ ქვეყანაზე. გული უნდა კონდეს ისეთი ალალი, რომ არ უნდა შეგშურდეს. თუდ ადამიანსაც რაღაცა უნდა უნახო დადებითი, რომ მასთანაც ურთიერთობა უნდა გამონახო. აი გული მაქვს ხალასი, რომ ყველასთვის კარგი მინდა. ეს არის ერთადერთი ჩემი კიდე. არ არსებობს ჩემში არ იმალება არაფერი შურის, ბოროტების, საქმის გვერდის ავლის. ასეთი რამე არ შემიძლია. სიხარული და სიცოცხლის გახანგრძლივება ჩემთვის თითეული ეს ყველაფერი.